მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენი დღეს გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. ჩვენს გარშემო ხანძარია, თეთრი გიზგიზებს და ჩვენ ღმერთის წყალობით უსაფრთხოდ ვართ. ამის გარშემო მინდა რომ დავიწყოთ ლაპარაკი, მე უყურებ ოპოზიციის სასოწარკვეთას. მაგალითად, გუშინ სხვადასხვა პროცესი გაიმართა სხვადასხვა სასამართლოში. დიდად თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო ეს პროცესები და ვიღაცამ მანდატურს ხელი გაარტყა შეურაცხადმა ადამიანმა, ვიღაცამ ყვირილი დაიწყო და სახელმწიფო მიმოქმედა როგორც სახელმწიფო შეეფერება ისე. და სასოწარკვეთილად ყვირიან ოპო მაიმუნები, ოპო აქტივისტები და ოპო ჟურნალისტები, რომ ყველანი ან ქუჩაში გამოვარდეთ, ან ესე აღარ შეიძლება ცხოვრება და საერთოდ ვერ გაუგიათ თუ რატო არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. აი მაგალითად მათ ჰქონდათ მხარდაჭერა რაღაც გარკვეული აქციების დროს, მათ ჰქონდათ მხარდაჭერა არჩევნების დროს, საპარლამენტო არჩევნების დროს და მიიღეს ბევრი ხმები და ვერ გაუგიათ სად არის ეს ხალხი. და მინდა აი ამ დებილებს აუხსნა რა, რაც სინამდვილეში ძალიან რთულია და ალბათ შეუძლებელია, მაგრამ აღსანიშნავად იქნებ გადასცეთ, იქნებ ნათესაობაში ყავთ ვინმე შერაცხადი და იმას მიმართავ, რომ მე თქვენ აგიხსნან. არის ომი უკრაინაში, რუსეთში, არის ომი ისრაელში, არის ომი ირანში. ისრაელი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც უკრაინა და რუსეთი საქართველოსთან. საქართველოში არ მეგულება თითქმის არც ერთი ოჯახი, რომელსაც ან წევრი ან ახლობელი არ ყავს ამ ქვეყნებში. და ისინი ხო რეკავენ და ხო ეუბნებიან ვითარებას რაც ხდება. საქართველოში სამართლიანად ქართულ მოსახლეობას აქვს შიში ომის დაწყების. იდიოტები არა ვართ ჩვენ, როგორც თქვენ ხართ. და ჩემს გარშემო უბრალო ხალხს რომ ვკითხოთ, ძალიან აშფოთებთ ეგ სიტუაცია. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ცნობილია, რომ ხალხი ეძებს ხარდაჭერას, ეძებს ეკლესიაში, ავტორიტეტებთან და რა თქმა უნდა სახელმწიფოში. რომ ეძებს სიტყვას, რომ ისინი იქნებიან დაცულები. საქართველოში სახელმწიფოს დაცვას, იმიტომ ითხოვენ და იმიტომ არიან კმაყოფილები, რომ ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ომის ასაცილებლად. ეს ობიექტურად ასია და იმასაც უყურებენ, რომ ოპოზიცია ამის გამო ლანძღავს სახელმწიფოს და ოპოზიცია ყვირდება ცეცხლის წვიმებს. არეულობას. როცა ადამიანი უყურებს, რომ სახლში რაღაც არეულობა და ვიღაცეები დარბიან ნავთით სავსე კანისტრი და ეს ნავთით სავსე კანისტრი მისცეს იმათ, ვინც გააჩაღა ცეცხლი გარშემო. არ მოსწონთ ეს ოპოზიციონერები. შეიძლება 1 წლის წინ, შეიძლება 2 წლის წინ გარკვეული სიმპათიაც ჰქონდათ, მაგრამ ეხლა თვითგადარჩენის ინსტინქტი მათ უბიძგებს, რომ არ დაუჭირო მხარი ამ ქმედებებს. ეს არის 2x2. აი ეს ნებისმიერ იდიოტს ესმის. აქ საქმე არა ქართული ოცნების მომხრეებშია, არამედ ეგრეთ წოდებულ რეპრესიებში რა სისულელია. არ არის ასე. არის ობიექტური სიმართლე, სინამდვილე მასების ფსიქოლოგია, ვინც ოდნავ მაინც იცის ამაში დამეთანხმება. ხო და მე რიტორიკულ შეკითხვას ვიძლევ. ასეთ როგორ გამოდებილდნენ. ერთი სიტყვა არ უთქვიათ ომის საშიშროებაზე, რომ არ იქნება ეს ომის საშიშროება, რომ რაღაცნაირად ვეცდებით, რომ არ შეეხოს ჩვენი მმართველობის დროს საქართველოს ეს საფრთხე. არა, მაინც ნატოს იძახიან, რომელშიც აღარ გვებულობენ მეგობრებო ოფიციალურად უკვე. მაინც იძახიან რაღაც მილიტარისტულ ლოზუნგებს ისვრიან და მაინც რაღაცას აკეთებენ იმას, რაც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ ეზიზღებოდეს ქართულ ხალხს და ამიტომ არ აქვს ხარდაჭერა. აი ამაზე მინდა კომენტარები თქვენ. იცი რა არის ძალიან რთულია, დიდი ხანია ვაკეთებთ რაციონალური ახსნა მოუწებნო, რატო ვაკეთებენ ამას. იმიტომ რომ ყოველთვის ანუ მართლა რა, მე მივდივარ ხოლმე მარტივ პასუხისკენ, რომ უბრალოდ სულელები არიან. ესეც სულელები არიან, ნიკა. გარშემო ომია. ანუ ხალხს ეშინი. არ უნდა ამ არეულობას რომ უყურებს, არ უნდა ის არეულობა. მე რატო ამბობ, იცი რა, მოდი შევხედოთ ასე რა, მოდი აი ძალიან ცინიკურად დავაწყოთ ერთმანეთის საპირისპიროდ ქართული ოცნება და ოპოზიცია. ხო. რაც არ უნდა ცუდი იყოს ქართული ოცნება და ისე ამბობ პირობითად და ხო. რაც არ უნდა პრობლემები ქონდეს. ქართული ოპოზიცია არ ლაპარაკობს ქართული ოცნების პრობლემებს. არა. ქართული მე მაგალითად არა მე მართლა ვამბობ რა რომ ახლა არის რაღაც თემები რომელიც თუ ქართულ ოცნება რა თქმა უნდა იმიტომ რომ ანუ ბუნებრივია ხო იმიტომ რომ ხოთები ახლა ვიღაცა უნდა თქვა ეს პრობლემა არის გამოსასწორებელი ამაზე ოპოზიცია ამბობს ოპოზიციას რო უყურებ
ხვდები რომ ოპოზიციის მთავარი აზრი მართლა ომია. ანუ ოღონდ რაღაცნაირი ომი რა რომ ანუ თან რა იცი შალვა არ ვიცი რატომ მაგრამ საქართველოში ადამიანების რაღაც კატეგორიას თვით წარმოდგენა აქვს ისინი ქართველები არ არიან. ხო, არ ცხოვრობენ საქართველოში. რომ ისინი არიან აი ამერიკელები, ან შვეიცარიელები. ებრაელი მილიტარისტები. ანუ იმდროინდ ანუ ხალხი რომელიც აი ხა მაგალითად ახლა იმ დღეს ვიყურებდი რომ აი ხალხი სერიოზულად განიხილავდა რომ აი ჩვენ ბომბავთ ირანს, ჩვენ თქვენ ვინ ხართ? ჩვენ ვინ ქართველები? ანუ არა რომ აი თვითონ ანუ აიგივებენ საკუთარ თავს ხო? ისრაელის ამერიკასთან და ისრაელს. ისრაელის თვითონ განიხილავდა და რა კარგია რომ მოკლავენ მათ ლიდერს. ხო და რა ხდება? ხო და ანუ თან შალვა რა იცი რომ ანუ ეს სერიოზულად გუშლის ხელს იმიტომ რომ ანუ ძალიან მარტივია რა. ეს არ მოხდება უბრალოდ იმიტომ არ მოხდება რომ არა აქვს ძალა ამდენი ისრაელს და ამერიკამ ბაიდენი კარგად იყოს და იმან ტრამპმა როგორც მოვიდა ტრამპთან რა თქვა ორი კვირა მასადეთ მოვიფიქრე რა შალვა არა ლაშას мама გარდაიცვალა და მოგვიანებით არა ხო იმედია გქონდა რომ აი ხა გამოვა CNN-ზე რომ განცხადება რომ გავრცელდა CNN-ზე რომ ეხა ამერიკის პრეზიდენტმა ერს უნდა მიმართოს და აი ხელები მოიფშნიტეს რომ ეხა დაარტყავს ბირთული არას ძალიან კარგი მემი გაიხსენა ქართული ლაშას мама იმან ლაშას мама გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთო რა არა მართლა ორი კვირით გადა არა მართლა ეგრეა და პლუს ამას რა იცი მოდი თქვათ ასეთ რამე რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ქართული პოლიტიკის დეკონსტრუქციის პროცესი რა ეს დიდი ხანია და გამოჩნდა რა ვინც არის და ერთ-ერთი თემა არის ასეთი რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს სიმბოლოები და არც შტერს სულელს აგრესიულ დიასახლეს და ვიღაცას არ აქვს უფლება ამ ქართულ სიმბოლოებს მიაყენოს შევაწყობა. მათ შორის პოლიციას. მათ შორის ანუ მე შალვა ანუ ხო 6 წელი ვიყავი საჯარო მოხელი. ვერაფერთ ვერ ხვდები რატო შეიძლება კონდეს ვიღაცა ქალს უფლება რომ ხელი დამარტყას. ამას ვერ ხვდები. ოღონდ უფლება რა შენ არ უნდა გასცეს. არა რა თქმა უნდა რომ ანუ კი რომ თან შენ გაქვს თმენის ვალდებულება იმას აქვს ხელის დარტყმის უფლება. ვერ ხვდები. არ შენ უნდა გასცე პასუხი და არ სახელმწიფო. ხო და ანუ მაგას ვახტები იმიტომ არა ხვდები მე მართლა ანუ ჩემს თავზე ანუ განახდა უამრავ ადამიანზე რომელიც ჩემს ირგვლივ არის რა უამრავ ადამიანს რომელთან ერთად მიმუშავე და იბატონო მე კიდე მინდა დავსვა კითხვა გავაძლიერო მესმის რომ დეგრადაცია სახეზეა სოფლიოშია დეგრადაცია პოლიტიკური კლასის და საქართველოს რა გასაკვირია მაგრამ საღი აზრის როგორ ფარგლებს ცილდება ის რომ ესენი ომზე და მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ ქონდათ ცდილობა მაგრამ მე მივხვდი რომ ვერ იტყვიან და ვერაფერს ვერ ამბობენ არ და ხალხს პირველ რიგში აღელვებს რა იქნება ომი იქნება მშვიდობა რომ უტყავენ იქ ბირთულ ობიექტებს რადიაცია ჩვენამდე მოაღწევს თუ არა დევნილები შემოვარდებიან თუ არა ეს არის ნომერ პირველი საფიქრალი საქართველოში ჩვეულებრივი ქართველებისთვის და ყველასთვის არის ეს რაც ხდება 1000 კილომეტრში და ვაჟე ნოლი რეაქცია აქვს რა პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ცოტა გეოგრაფია უნდა ვასწავლოთ ხალხს. მე მგონი არ იციან სადაც ცხოვრობთ. საქართველოს გლობუსი უნდა ვაჩვენო. აი ცოტა რომ გაადიდო ჩვენი რუკა. ხო, ამოხვი. ზუმაუთი რომ გააკეთე. ნახე რომ იქ ირანია, იქ სირია არის უფრო ახლოს ვიდრე ევროპის რომელიმე სახელმწიფო. და მთელი ეს სადაც ხდება დაპირისპირებები, ის უფრო ახლოსაა გეოგრაფიულად ჩვენთან. ვიდრე მაგალითად შვეიცარია. ადამიანებს გონიათ მე ეგეთი წარმოდგენა მრჩება რომ გონიათ რომ აი გვერდზე შვეიცარია, იტალია, რა ხარ ევროპაში ფრენა იოლია და 3 საათი უნდა ფრენას მართლა გონიათ რომ ახლოს არის რა გეოგრაფიულად. უკვე დადასტურდა რომ ერთ-ერთ ესე იგი ბირთულ სადგურზე გაჟონვა მოხდა ირანში. კი, ოღონდ არც ეს საში, მაგრამ წარმოვიდგინოთ ჯერ რა პოზიცია ის რომ ესეთი ესე იგი აღტკინებით უჭერ მხარი ერთ ხარეს. აი რატომ უნდა დაუჭირო ამ პოზიციაში რომელიმე მხარი? ან ზოგადად ომს რატომ უნდა დაუჭირო მხარი? ჩვენ გვაქვს იმის უფლება რომ არც ერთ ხარეს არ დაუჭირო. მეორე ის ანუ ჩერნობილის კატასტროფა რომ მოხდა და შევახსენე. შეგვეხო. 2-3 წლის განმავლობაში აქ ბოსტნეული და მთელი რიგი პროდუქტები არ მოდიოდა. არ მოდიოდა, იყო ესეთი ისინი და ლეიკემიის რაოდენობა გაიზარდა და მთელი რიგი დაავადებები გაიზარდა. და წარმოვიდგინეთ, ესეც რო არ იყოს, დევნილები ირანელები არიან შიიტები. ირგვლივ არის სუნიტები. სუნიტების
სხვა რელიგიაზე დიდი მტერი არის შიიტი. ესე მოხდა. უნდათ თუ არ უნდათ, ექნებათ ერთ-ერთი წამოსასვლელი, ესაა კავკასიის მიმართულებით. თუმცა დიდი ბოდიში არავინ არ იცის, რომ ამერიკამ რომ დარტყმა განახორციელოს, ის მუსულმანები რა პოზიციას დაუჭირენ. მაგალითად პაკისტანი ვიცით ჩვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუნიტურია, ხო? სუნიტურია. მაინც ძალიან ეხმარება ისრაელის კონტექსტშია და იმიტომ. აი, ამაშია საქმე. ანუ ეგრე ნუ ვიტყვით, ისრაელის სიძულვილი, ანუ და ამერიკის გადაწონის თუ არა ამ კონფესიათა შორისი დაძაბულ მტრობის ამბავს ეგარიც. ყოველ შემთხვევაში ის რომ დიდი ნაკადი მოგვაწდება. კი, აზერბაიჯანს, კი ბატონო, აზერბაიჯანის გავლით, კი ბატონო. აზერბაიჯანის გავლით, აზერბაიჯანს აქვს საკუთარი პოლიტიკა და ცოტა ისე არიან ირანელების მიმართ. ცოტა ესეთი დაძაბულობა არის. თუმცა თავიანთი ეროვნების ხალხს მიიღებენ. და იქ ისეთი დაწყები ბაჟდამას ერთი თაბრიზის აეროპორტი დაბომბეს, დანარჩენი ერიდებიან სხვა აზერბაიჯანელების დასახლებულ ტერიტორიებზე თავდასხმას ერიდებიან, ესე ვთქვათ. და არის ამის რაღაც ბიზნესები რატომაც ერიდებიან. იმიტომ რომ იმედი აქვს რომ აზერბაიჯანი მიიღებს ოკუპაციაში მონაწილეობას. თქვენს პირდაპირ. ამ ყველა საინტერესო რა არის და ეგ უნდა გვახსოვდეს რა რომ ზოგადად სპარსულ ებრაული ურთიერთობები ეს არის 2500 წლოვანი ურთიერთობები. სპარსელებისა და ებრაელების ურთიერთობა იყო ყოველთვის კარგი ურთიერთობა. ყოველთვის კარგი იყო. გავიხსენოთ ნაბუქოდონოსორმა რომ გადაასახლა ებრაელები, კიროსმა გამოუშვა გააბრუნა და კიროსი ითვლება ერთ-ერთ კარგ მეფედ ძველ აღთქმაში მათ შორის. კი ბატონო. და ეს ურთიერთობა ყოველთვის დადებითი იყო, მაგრამ რაღაც პოლიტიკურ მომენტში განსაკუთრებით აი როდესაც მოხდა ისლამური რევოლუცია, მაქედან დაიწყო ეს დაძაბულობა. ანუ ჩვენ ისეთ გარემოში ცხოვრობთ, რომ იმის მიუხედავად რომ არსებობს დიდი ისტორიული მეგობრობა, ხო? რაღაცა გეოპოლიტიკური სიტუაციები იქნება. და ეგ სიტუაცია არის, იმიტომ რომ ისრაელი არის ამერიკის ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში, რა თუ დამას ლაპარაკი. და ეს სიტუაცია იმდენად, აი წარმოვიდგინოთ როგორ რეგიონში ცხოვრობთ, აი ეს მაგიტომ თქვი რომ არაფერი გარანტირებული არ აქვს. არაფერი გარანტირებული არ აქვს და იმ დროს, როდესაც შენ გინდა რომ რაღაცა ხავერდოვანი რევოლუციები მოახდინო, ხავერდოვანი რევოლუციების პერიოდი დამთავრდა. აღარ არის ხავერდოვანი რევოლუციების პერიოდი, თუ სადაც მოხდება ხავერდოვანი რევოლუცია, იქ სახელმწიფოებრიობა ჩამოიშლება. ეს არის ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რა გეოპოლიტიკური მოცემულობაში ჩვენ ახლა ვიმყოფებით. თავარი რა არის? მთელი ჩვენი ეს 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში და დამოუკიდებლობის განმავლობაში ხდებოდა მიზანმიმართული სახელმწიფოებრიული სიმბოლოების აბუჩა დაგდება. მინიმალური აი ლიბერალური პოლიტიკის ის იყო დეკონსტრუქცია იყო რომ აი შენ შეგელო პოლიციისთვის გეგინებინა მაგრამ აბა NGO-ისთვის რამე ხო NGO-შნიგისთვის ან ჟურნალისტისთვის რამე გეკნა გვახსოვს ხო იყო ის აღარ მახსოვს TV პირველი ჟურნალისტები იყო თუ ფორმულაზე რომ ისე შეაგენა ერთ-ერთ ადამიანს და იმან რო დაარტყა და რო უპასუხა დარტყმაზე რო უპასუხა და არა იყო კი დაიჭირეს ის ბიჭი დაიჭირეს ანუ მარში მოხდა ხო იყო ესეთი პრივილეგირებული ესე იგი კასტა და ეხლა უბრალოდ რა ხდება ეხლა ჩვენ გამოდივართ ლიბერალური პარადიგმიდან და ლიბერალური პარადიგმიდან გადმოსვლა რას ნიშნავს მინდა უბრალოდ აუხსნო ეს იმ ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო საკუთარ სიმბოლოების მნიშვნელობას იბრუნებს ანუ შენ ესე ხელაღებით უკვე რადგან ლიბერალი ხარ შეეჩვია 30 წელი ამ სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას ესე აღარ იქნება სახელმწიფო ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება და რატომ ძლიერდება ესე ვთქვათ იმიტომ ძლიერდება რომ ამის გარეშე ამ გეოპოლიტიკურ არეალში ძლიერ სახელმწიფო შეუძლებელია ჩვენ უბრალოდ გავიდეს ეს კონფლიქტი აი თუ რამეს გავს ეს კონფლიქტი არ გავს პირველ სოფლიო ომს არ გავს მეორე სოფლიო ომს იქ იყო მასშტაბური ესეთი კონფლიქტი ეხლა ბირთვული სახელმწიფოების შემთხვევაში ეს კონფლიქტი გავს იყო ესეთი ევროპაში ომი 30 წლიანი ომი 30 წლიანი ომი წერტილოვანი ომები იყო სხვადასხვა არეალზე ჩერდება ძირითადად ეს იყო ინდოეთი ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია აი ამ ტერიტორიაზე იყო მაშინ ოღონდ 30 წელი გაგრძელდა სხვადასხვა სულ იცვლებოდა ეს კომბინაციები მოკავშირე მტერი სულ იცვლებოდა დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ პერიოდში როდესაც მუდმივად შეიცვლება ეს და დამიჯერეთ როდესაც ეს დამთავრდება ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი რომ რაღაც კარგ რაღაცას ჩავეწეროთ ახალ სამყაროს წესს დავთავროთ იმიტომ რომ ეს სამყარო ეს ძველი სამყარო
არ ახდენდა ჩვენ განვითარებას, ყველა ის სავაჭრო გზა საქართველოს გვერდისავლით ხდებოდა და ეხლა არის პოტენციალი რომ ის ჩავერთოთ ის რაც დავით აღმაშენებლის დროის იყო, თამარის დროს იყო, როდესაც აბრეშუმის გზა გადიოდა ჩვენთან, როდესაც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა ჩვენთან, კვლავ დავიბრუნოთ ეს როლი და კვლავ მოხდეს რომ ხმელეთის ამ შემთხვევაში როლი გაიზარდოს და ჩვენ თუ ამაში ჩავეწერებთ გვაქვს იმის პოტენციალი რომ გავხდეთ ვიქცეთ დავიბრუნოთ უფრო სწორედ ის რაღაც ოქროს ხანა რაც ჰქონდა. მართალია შეგახსენებ დათათოშიან ცნობილ მონოლოგს ისტორიულს, რომელსაც აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, როდესაც საუბარი იყო საქართველოს მიერ ისტორიული მისიის დაკარგვის შესახებ და ამის მერე ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალების ამბავი იყო და ეხლა მართლა გვაქვს შანსი. კიდევ ერთხელ ვამბობ. ელემენტარული ტელევიზიაში კებირო კარწინკა. აი ზიხარ სადმე შენთან სახლში თბილისსა თუ სოფელში დამშრალობა აქვს პატარა ქალაქში. და მოდის ინფორმაცია უყურებ რომ აქ სარაკეტო თავდასხმა მოხდა ისრაელზე, იქ შენი ნაცნობებია, მეგობრები, სამუშაო წასული ხალხი, აქეთ კიდევ ირანს დაარტყეს, ბირჟას დაარტყეს თელ-ავივში, იქით ქალაქს და ნუ შეშფოთებული ხარ და ამ დროს ხედავ ტელევიზორში ვიღაცები მორბიან აჯანჯღარებენ სახელმწიფოს ყვირიან ელემენტარულად შენი ემპათია იმ ხალხისადმი არ მოვა, არ გამოვა და სახელმწიფოსკენ იქნები. აი ეს ზუსტად მაგის ბოდიში ესეც დავამატებ. ომის გაგებაც კი იმ ხალხს აქვს განსხვავებული. ჩვენთან თუ თუნდაც ის ხდება ტყვეებთან უკრაინაში რაც რაღაცა ქმედება ეს ყოველთვის არის შეფასებული ნეგატიურად. იქ ეს სხვა სამყარო მოდის. იქ მოდის ის სამყარო რომელიც ჩვენ მორალურ რაღაცა წარმოდგენებს ცილდება. და ესეთ გარემოში როდესაც გიწევს ცხოვრება, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული მორალური მდგომარეობა აქვს და ომის წარმოდგენაში რაღაცა კაცი რაკეტას მიაბებს ირანში. მე მგონი ფეიკი იქნება. ხო, შეიძლება არ ვიცი, მაგრამ არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ეს რაღაცა ტრადიციები აქვს, მსგავსი რაღაცა ტრადიციები. უნდა იყო მობილიზებული, რომ ამ რაღაცა, ესე იგი, ხორცის საკეფ მანქანაში არ. თუმცა უკრაინაში ჩვენ ვიხილეთ სამარცხნიო რამ ეხლა შეწყვიტეს ბოძებზე რო შიშველ ქალებს და კაცებს აკრავდნენ მარადიო და წკეპლავდნენ ესეც ჩემო აი ამაზენი რა დაუშვი შალვა შენ ახსენე აი ეს ეგრეთ წოდებული კარწინკები და ჩემი აზრით აი ამ კარწინკებმა უმთავრესი როლი ითამაშეს იმაში რომ საქართველოს არ ჩაერთო ომში ნუ ცხადია თავრობას ვერ დაუკარგავთ და ასე ვთქვათ მათი დამსახურებაა მაგრამ აი რამდენად მოусმეს ხომ თავრობა საზოგადოება აი შეიძლება არის რა ესეთი განწყობა რომ აი მთავრობა ამბობს და ესე იგი რაღაც შეიძლება არ იყოს სწორი ხო არ არის ესეთი დომინანტი განწყობები არსებობს ხო იყო მთავრობები რომელსაც ხალხი არ უსმენდა ნაცების მთავრობა ხო ჩვენ ისეთი ისტორია გვაქვს რომ ხშირად ეს მთავრობა იყო უცხოელი რუსი სპარსი და ასე შემდეგ და გასაგებია ეს ისტორიული განწყობა მაგრამ ახლა რო უსმენს აი თქვათ აი თავრობა გეუნება რომ აი ესე იყო იქ შეხვედრები იყო ომში მირთავდნენ და მე ფაქტები მოყავს და მე აი ამ კარწინკას რო ხედავს აი ამ იგივე ამ Facebook-ი იქნება, Telegram-ი იქნება, WhatsApp-ი იქნება თუ სხვა რომ ეს ტყვილი კი არ არის, ეს მართლა ხდება. იქ ვიღაცას რო თავს აჭრიან და კბილებს აძრობენ. ეგ ტყვილი კი არ არის, ეს counter strike-ი კი არ არის. მართლა ანუ და დააკვირდი რომ ის ტიპები ვინც გამოდიან და ომში ჩართვას მოუწოდებენ, აი counter strike-ის დონეზე აქვს წარმოდგენა და ომი ეგ არის. ექსპერტი რო იყო ის ბიჭი რო დაიჭირეს. ხო, ბუმ ტკუც და რაღაც ბუმ და ხო აი მართლა ეს არის. ეს ბუმ რა არის? მე ნახე აი ჩვენ ლიბერალური პარადიგმა რატო არ მოგწევს რომ მათ აი ყველა იმპერია აკეთებდა რაღაცა ტიპის ჯგუფზე, ხო? ფსონს დებდა რომ თქვა არისტოკრატიაზე ზოგი ამაზე და ამათმა დადეს ყველაზე გონება ჩამორჩენილ რბილად რო თქვა ადამიანებზე და ნუ იმათზე რომელსაც სამშობლო და ქვეყანა არ უყვარს. ანუ ესე გამოვიდა. ანუ ნახე, ანუ გეოპოლიტიკურად გეოპოლიტიკურად რო შენ რო აანალიზებ რაღაცა ბუმ ტკუცდა რომ აი რუსეთ ჯანგიანი ტანკები აქვს, ძალიან ლოგიკურია. და აი დააკვირდა ეს 30 წელი, ხო ეხა იგივე საბჭოთა კავშირი რო აიღო ხა იქ ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა ხდებოდა, მაგრამ ხო იყო პოზიტიური კინო, ურბანიზაცია ეს ასე შემდეგ, ანუ ამას დააკვირდა მეცნიერების განვითარება, ფეხბურთი, მაგრამ აქეთ რა იყო?
30 წელი არის, რომ აი ვიღაცა კოლექტიური ბუნტკცის დონეზე დასულიყო ადამიანის ქართველი ადამიანის ცნობიერება, თუ რა ხდება, რა გეოპოლიტიკურ სამყაროშია და ეგრეთ წოდებული ნატოში უნდა შევიდე და ნატო გიშველი. კარტოგრაფიული კრეტინიზმი რაც დამკვირდა. ეხლა რომ აი კარტოგრაფიული კრეტინიზმი რაც არის, რომ შენ ვერ ხედავ სად არის შენი გეოგრაფიული არეალი, აი ამითი დაავადებული რაღაცა საზოგადოების ჯგუფი გამოზარდეს. ეს რა მეკვირს ბოდიში. აი ყოველთვის აი ირანში, ყოველთვის იყო რომ სახურობდნენ ირანში ხო ქართველები, მაგრამ კრიტიკულ მომენტში რა ვიცი გიორგი სააკაძეს მსგავსი ადამიანები გამოდიოდნენ. რატომ არ გამოჩნდა ეგეთი NGO-შნიკი გიორგი სააკაძე დღეს საქართველოში? ძალიან მაგარი. NGO-შნიკი გიორგი სააკაძე უკვე მოკონცობს. გამოსულიყო და დაპირისპირებოდა. მაგრამ გამოჩნდა გიორგი ბურჯი. გიორგი სააკაძის ზემლიაკი. რაღა მაინც გიორგი სააკაძე და NGO-შნიკი ერთმანეთთან. შეგნებულად გინდა რომ გამომიწვიოთ. იცით როგორ არის? მე მაგალითად 30 წელია დაახლოებით მესმის რომ ირანი ატომური იარაღთან დამზადებასთან უკვე ახლოს არის. 1 წელი დარჩა, ხო. ძალიან ახლოს არის. და 50 წლის განმავლობაში ვერაფრის დიდებით ვერ მივიდა იქამდე სადამდეც უნდა მისულიყო. ეს ჩვეულებრივად ამას როგორც კი სულ ცოტათი რაღაც ტვინს დაატანდა, აწონი და დაწონი, ეს არის ჩვეულებრივ დღეს რაც ხდება ირან-ისრაელის შორის. ჩვეულებრივად დაგეგმილი რაღაც გეოპოლიტიკური გადანაწილების ერთ-ერთი რაღაცა სიუჟეტი. ანუ ახლო აღმოსავლეთიდან უნდა მთლიანად გაიყვანონ ჩინეთი და უნდა მთლიანად გაიყვანონ რუსეთი. ფაქტიურად ჩვენ ცოტა ხნის წინ მაგ თემაზე ვისაუბრეთ კიდევაც, როდესაც ტრამპი იყო ჩასული ახლო აღმოსავლეთში და წარმოიდგინეთ რამხელა შეთანხმებები გააკეთა, რამხელა კონტრაქტები, რაღაც ტრილიონები წამოიღო იქიდან, საჩუქრები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ იქ ბაზებიც აქვს და რაღაც კეთილგანწყობებიც ერთმანეთის მოიპოვეს. ხო, მაგრამ რო დაარჩას ვინ დარჩა? ანუ ეს ხალხი მომხრობილი ყავს, დარჩა ირანი. ირანთან კავშირში არიან რუსეთი და არიან ჩინეთი, პაკისტანი. ხო. ეხლა ეს სამკუთხედი რო დაიშალოს, წარმოიდგინეთ, რამხელა სიმდიდრეს აკონტროლებს შეერთებული შტატები. იმდენად მდიდარი მხარეა, რომ ირანს გულისხმობ, ხო? ახლო აღმოსავლეთ, ხო. რეგიონი იმხელად მდიდარია, ჯერ ამერიკამ კი არაფერი გააკეთა, თვითმფრინავიც იმათ აჩუქეს აქეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ტრილიონებიც კიდე წამოიღო კონტრაქტები. და ამ ენერგორესურსების კონტროლი წარმოიდგინეთ ახლა რამხელა რამეს ნიშნავს ნებისმიერი დიდი მოთამაშისათვის. ამაში ხელს უშლიან რა თქმა უნდა რუსეთი და ხელს უშლის ჩინეთი ირანთან ერთად. დარჩათ მხოლოდ ირანი. ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა რომ დაიწყეს თქვათ ირანთან ომი. მეტი არაფერი ეს ატომურ ბომბთან რაღაცა ერთი კვირა დარჩათ, ორი კვირა დარჩათ. აბატონო ამასაც ნახავთ, რაღაცა გავა გარკვეული დრო და აღმოჩნდება რომ ეს ესე არ იყო. ჩვენ ხომ ნახეთ კაცო რა ერაყში რა მოხდა, ლიბანში რა, ლიბიაში რა მოხდა. რა ვიცი, სირიაში რეები ხდებოდა და ყველა ამ უბედურებაში გახვეულია დიდი სახელმწიფოები. ეს დიდი სახელმწიფოები ცდილობენ რომ თვითონ იყვნენ დომინანტ. ამას ხო პატარა ბავშვებიც ხედავენ. დომინანტები და ერთმანეთის გაძევებისათვის იბრძვიან სხვადასხვა რაღაცა პროქსი ქვეყნების. ხშირად თვითონ უწევთ, აი ეგ არის პრობლემა. მე მგონი მე შეიძლება ამბობ მართალია შეგეჭრები, რომ დათრეული ყავს სუნიტური სამეფოები, მაგრამ თუ თვითონ პირდაპირ ამერიკა დაარტყავს ისრაელს, ეგ არავინ არ იცი რა მოხდება. ირანს ხო? რა თქმა უნდა, იმიტოც არის რომ რაღაცა გაიწელა პროცესი. ერთი წარმოიდგინეთ რომ ალბათ რუსეთის მაგალითზე უნდა გაითვალისწინონ რომ დიდი ხანი ომის გაგრძელება არავის არ იცემს. ანუ რაღაცები ვერ გათვალეს, შესაძლებელია არ არის გამორიცხული, რაღაც სოციალურ ქსელში გავცელდა ისრაელის ახალი და ძველი თავდაცვის მინისტრების რაღაცა კამათი რო იყო თუ მოусმინეთ. ეგ 22 წელს იყო. აი ხა ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით. 22 წელს იყო, ცოტა ფეიკი არის, რომ მე ვნახე ორიგინალი, მაგრამ თანამედროვე სიტუაციასთანაც მიესადაგება. ანუ ეს ბალისტიკური რაკეტები და რაღაცა უკვე
ისრაელში. არ იცოდნენ. ანუ ეგონათ რომ გადაიჭერდნენ. ჩემის აზრით ხო დიდი შეცდომაა, ანუ უკვე ისრაელი იბომბება ბალისტიკური რაკეტებით და არ ამგონია რომ სადაც ესეთი რაღაცა გაცვლილი ქონოდათ. როგორც რუსეთს რომ მოუვიდათ რაღაც ერთ კვირაში რომ უნდა 3 დღეში დაეპყროთ, უკრაინა აიღო და აგე მეოთხე წელია ომია. ესეთი რაღაცა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს რაღაცა გაგრძელდეს და უკონტროლობაში გადავიდეს. საუბარი ძალიან კარგად მიდის რეკლამა